საქართველოს ჩემპიონატის ფორმატის შესრულის შესახებ ინფორმაცია პირველად ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 გუნდის ნაცვლად 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. Დენი კლუბი ამას წერილობით ითხოვს, ჩვენ ახლა ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით და ორი ამ განხილვის პროცესში გაჩნდა ესეთი ორი იდეა 18 გუნდიანი და 16 გუნდიანი ჩემპიონატის საშუალების ორივე მოდელი შემუშავებულია, კლუბებისთვის გადაგზავნილია. კვირის განმავლობაში, კვირის ბოლოსკენ ალბათ იქნება კლუბებთან შეხვედრა. ჩემპიონატის ფორმატის შეცვლის ინიციატორი მარტვილის მერანის პრეზიდენტია. ნინჯიას აზრით, მონაწილე კლუბების რაოდენობის გაზრდით საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენის შანსი უფრო მეტ ფეხბურთელს მიეცემა. ვეცადეთ, რომ პრემიერ ლიგა შექმნილიყო. ალბათ შეიქმნება პრემიერ ლიგა, ეს იქნება მთელი სისტემა, ეს იქნება მეტი დატვირთვა, მეტი რაოდენობის ფეხბურთელები ერთვებიან უკვე. და მაგალითად მივესალმები, რაც მეტი გუნდი იქნება ჩვენს პირველობაზე, უკეთესია, იმიტომ რომ ბევრი თამაში ექნება გუნდებს და რა თქმა უნდა თუ ინფრასტრუქტურა განვითარდება რეგიონებში და ამის საშუალება იქნება, მე მივესალმები. ვფიქრობ, რომ აქ სპონსორები და სახელმწიფო რა. მაინც სახელმწიფოს დახმარების გარეშე წარმოუდგენია ფეხბურთის სამოქაჩო რა. საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც მე-7 თვეა მიმდინარეობს, რამდენჯერმე გუნდებმა თამაშზე უარი თქვეს. მიზეზი ფინანსური პრობლემები იყო. პროტესტის ნიშნად ზურდიდმა ორი თამაში ჩაშალა. ვით ჯორჯიამ კი პროტესტის გამოხატვის სხვა ხერხს მიმართა. მან ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ სარეზერვო გუნდი გაიყვანა სტადიონზე. ანალოგიურად მოიქცა გორის დილაც. ამ ფონზე ჯერჯერობით პასუხგაუცემელია მთავარი შეკითხვა. როგორ მოახერხებს ფეხბურთის ფედერაცია სახეშეცვლილ ჩემპიონატში 16 გუნდის უზრუნველყოფას, როცა იგივე ჩემპიონატში 12 გუნდის მონაწილეობა ფინანსური პრობლემების ფონზე მიმდინარეობს.